მე ვარ ISAF-ის მონაწილე ჯარისკაცი 2011 წელს მივიღე ტრამა ავღანეთში 26 ოქტომბერს. და მე არ მეგონა რომ გადარჩები, მაგრამ ღმერთმა როგორც იდახა მაჩი უკან მეორე სიცოცხლე რომ აგერ ცოცხალი ვარ და ბრძოლობ. ცხოვრება სავსე ბრძოლითთან. წეროვანში მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული მებრძოლები პარასპორტის 12 სხვადასხვა სახეობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. მათთვის ეს მხოლოდ შეჯიბრება არ არის. ეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გზაცაა. ჩემი სპორტი არის კალათბურთი. ჩემთვის არის პირველ რიგში კალათბურთი, იმიტომ რომ კალათბურთი ვარჯიშობ უკვე თითქმის 10 წელზე მეტი. და ჩემთვის არის ესა როგორც წამალია რა, კალათბურთს თამაშობ, დროს ვატარებ. ასეთი ღონისძიებები კარგია, იმიტომ რომ ჩვენ ბიჭები ახლა ზოგი დასავლეთში ცხოვრობენ, ზოგი აღმოსავლეთში. ერთმანეთს ყოველთვის ვერ ხვდებით, მაგრამ ასეთი ისა ქვია პროგრამებში, ასეთი ღონისძიებებში ჩვენ ერთმანეთს ხვდებით, ერთმანეთს ვეხუთებით, ხუმრობ, დროს ვატარებ და ერთად ვართ ერთი სიტყვით რა. სპორტული კვირეული 30 ივნისს გაიხსნა. საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ თავდაცვის ძალების მაღალი რანგის წარმომადგენლები და ისაუბრეს, რატომ ამ მნიშვნელოვანი დაჭრილ მებრძოლთა ჯანმრთელობასა და მათ ოჯახებზე ზრუნვა. დასკვნით ღონისძიებაზე წეროვანში ოჯახის წევრებისთვის სპეციალური მიღებაც გაიმართა. მიზანი ერთადერთია, რომ ამ ადამიანებს შევუმსუბუქოთ მათი მდგომარეობა და ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებშია. იმ თანადგომა მოგვიყვანა ჩვენ დღემდე ასე გაგვაძლიერა და უფრო მეტი შემართებით უდგებით ჩვენ ცხოვრებას იმისთვის, რომ რაღაცა ეს ბარიერები გადავლახოთ და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების თანადგომა, რაც ჩვენ გვაძლევს სტიმულს, мотивაციას იმისთვის, რომ დავისახოთ მიზნები და იმ მიზნებისთვის ვიბრძოლოთ და მივაღწიოთ. კვირეულის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედროების მიმართ ყურადღებისა და სითბოს გამოხატვა იყო. და ეს ყველაფერი არაა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2018 წელს კომპანია Silknet-მა ქართული გმირების მხარდასაჭერად დააარსა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ყველა დაჭრილ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის, იქედან გამომდინარე, რომ კონკრეტულად ეს კვირეული გამოხატავს ძალიან დიდ მსრუნველობას ჩვენი ბიჭებისთვის. ამავე დროს აქტიურად ჩართულია ჩვენი ფონდი, Silknet-ის ფონდი თავდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით. ანუ ფონდი როგორც კვირეულს, ასევე დაჭრილ დაშავებულ სამხედროებს გვერდში უდგას, ერთ გვერდში დგომა გამოიხატება მედიკამენტების დაფინანსება, ოპერაციები, რეაბილიტაცია, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. დაშავებულ მებრძოლებს სჭირდებათ საკმაოდ ძვირად ღირებული მკურნალობა, რომელიც ითვალისწინებს მედიკამენტებით უზრუნველყოფას, სარეაბილიტაციო კურსებს, გადაუდებელ ოპერაციებს საქართველოსა და უცხოეთში. დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მთავარი დონორი კომპანია Silknet-ია, რომელმაც 2018 წლიდან დღემდე 2.331.000 ლარი გაიღო გმირი მებრძოლებისა და მათი ოჯახის წევრების საჭიროებებისთვის. ფონდი რო შეიქმნა, ჩვენთვის იყო ეს ძალიან დახმარების დიდი ხელის გაწოდება, რაც მე დამჭირდა მაგალითად საცხოვრებელი შევიძინე და ადაპტირებული არ იყო მაგის ადაპტაციაში დამეხმარდნენ. ასევე მომივიდა აზრად იდეა, რომ ცალკე კიდე თვითდასაქმებული ყოფილიყავი და ეს იდეა ოქრომჭედლობა მინდოდა, რაც დამიფინანსეს მისი შესწავლა ზარაფხანის თანამონაწილეობით და მე დღესდღეობით იმ ფონდის ასე რომ ვთქვათ, დახმარებით და ხელის გაწოდებით დღეს მაქვს შემოსავალი. გარდა მკურნალობის დაფინანსებისა, ფონდი საშუალებას აძლევს დაშავებულ სამხედროებს ახალ პროფესიას დაეუფლონ.
რაც დიდი ფსიქოლოგიური მოტივაციაა თითოეული მათგანისთვის. YouTube-ში ნახე რომ ხელობა ეპოქსის ნაკედებიდან მაგიდების გამები და ბევრი სუვინერები და სურვილი გამოჩნდა რომ მე მისავლე მაი პროფესია რა. და მე ერთხელ გადავწყვიტე თხოვე დახმარება ფონდს და დამეხმარა ჩემი ოცნება ავირსულე რომ ახლა ნენელა მაგ ვაკეთებ პატარა სუვინერები სახლში ვარ და ვაკეთებ ახლა დროსაც თულ არ ვკარგავ მუშაობ ჩემთვის ლამაზად ხუთქაში ვარ და მუშაობ. დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლთა საჭიროებებისთვის ფონდში შემოწირულობები შეაქვთ სხვადასხვა მსხვილ და საშუალო კომპანიასა და კერძო პირებსაც. დაჭრილ მებრძოლთა მკურნალობას ფონდთან ერთად აფინანსებს თავდაცვის სამინისტრო. წლების განმავლობაში გახარჯული თანხა დაახლოებით 5 მილიონს შეადგენს. კვირეული დასრულდა, თუმცა სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებზე კვლავაც აქტიურად ზრუნავენ.